და ბოლოს საქართველოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ფშავ-ხევსურეთის მკვიდრ მიგრანტ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. მათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის კანონპროექტზე იმსჯელეს და რეგიონში დაბრუნების პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრაზე სოფელ გამარჯვებაში ჩასახლებული ხევსურები თუშეთის გამოცდილებასაც გაეცნენ. შეხვედრა ეხებოდა ფშავ-ხევსურეთის რეგიონში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის პრობლემატიკას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც ხდება ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა, იქ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ყველა სხვა დაინტერესებული მხარის ინტერესთა შეჯერება და გათვალისწინება. აინტერესებდათ ბევრი საკითხები, რაც დაკავშირებულია გზებთან, კერძო საკუთრებასთან, სათიბ მიწებთან, სახნავ მიწებთან, სხვა უამრავი საკითხია, რომელიც არასოდეს ხევსურეთში ფშავში არ წყდებოდა სამწუხაროდ. წლების მანძილზე ეს პრობლემები ერთი მეორეს ედებოდა, არაფერს არავინ არ აკეთებდა. ფაქტიურად დაცლილია ეს უნიშნელოვანესი ჩვენთვის რეგიონი საქართველოსი, მიტოვებულია, გაუცხოებულია, ამიტომ ამ პროექტის განხორციელება პირველ რიგში ხელს შეუწყობს ადამიანის, ხევსურის, ფშავის დაბრუნებას მთაში.